2025 წლის 10 მაისი. ეს ნთამსვლელი თვალებს ახელს ვაშინგტონის ჩრდილოეთ კასკადებში, ზღვის დონიდან 6100 ფუტის სიმაღლეზე. მას არ იცის ეს, მაგრამ ის 3 საათნახევარი უგონოდ იყო სიცივეში, გაყინულ თოვლში. მისი თავის ქალა გატეხილია, ნეკნები მოტეხილი აქვს და სითხეები გამოსდის ყურებიდან. ის ზემოთ იყურება და ხედავს თავისი მთამსვლელი მეგობრების სხეულებს, რომლებიც მის გარშემო თოკებშია გახვეული, ჩაფხუტები და აღჭურვილობა კი მიმოფანტულია მათ გარშემო. მათგან ერთმა იმ დილით წასვლამდე ცოლს უთხრა, რომ უყვარდა. ის ხვირის მათ სახელებს, მაგრამ პასუხი არ არის. რაც შემდეგ მოხდა, თითქმის დაუჯერებელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ექსტრიმში. 2025 წლის 10 მაისს, 4 მეგობარი დილის დაახლოებით 6 საათსა და 10 წუთზე ვაშინგტონის ჩრდილოეთ კასკადების SR-20-ის მიმდებარე პარკინგიდან გავიდა. იმ დღეს მათი მიზანი იყო North Early Winter Spire, მთა, რომელიც ზღვის დონიდან 7760 ფუტზე მდებარეობს და ხეობის იატაკიდან დაახლოებით 1000 ფუტის ტექნიკური კლდოვანი კედელი აქვს. ის მდებარეობს პატარა ქალაქ მაზამადან, დაახლოებით 16 მილის დასავლეთით. ერთ-ერთი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ვიშნუ ირიგირედი. 48 წლის და წარმოშობით ინდოეთიდან, ვიშნუმ ნულიდან ააშენა თავისი კარიერა და გახდა ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტი ფლუკ კორპორაციაში, ევერეტში, ვაშინგტონის შტატში. ის იყო შესანიშნავი გუნდის ლიდერი, რომელსაც ძალიან უყვარდა მთაზე ცოცვა და ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. მან თავის კოლეგებს ხშირად უყვებოდა მთაზე ცოცვაზე. როცა ჯგუფს სჭირდებოდა ვინმე, ვინც მარშრუტს საიკითხავდა, პირობებს შეაფასებდა, ან დაძაბულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს ყოველთვის ვიშნუ იყო. გამოცდილებით მის გვერდით იყო თიმ ვენი, 63 წლის ვიეტნამური წარმოშობის ამერიკელი რენტონიდან, ვაშინგტონის შტატიდან. მშვიდი და სანდო მას თავის გამოჩენა არ სჭირდებოდა, უბრალოდ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მისა და ვიშნუს შორის ამ ჯგუფს მთაში საჭირო ყველა გამოცდილება ჰქონდა. ისინი ერთად არაერთხელ ასულა მთებზე და აქტიურობდნენ მთამსვლელთა სოციალურ პლატფორმებზე. დანარჩენი 2 მამაკაცი ნაკლებად გამოცდილი იყო, მაგრამ დამწყებები არ იყვნენ. ალექს მარტინენკო, 36 წლის უკრაინელი ემიგრანტი იყო, რომელიც თავის ცოლთან ოლგასთან ერთად საერთო ოცნების გამო გადავიდა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში. მან ტექნიკური ცოცვა მხოლოდ იმ შაბათამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დაიწყო. იმ დილით წასვლამდე მან ცოლს უთხრა: "კარგ ღამეს გისურვებ, მიყვარხარ." და ბოლოს ანტონ ტელიკი, 38 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სიეტლიდან. მას 13 წლიანი ლაშქრობის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ბევრად ნაკლები გამოცდილება ჰქონდა თოკებით ცოცვაში. მაგრამ ის საიმედო ხელში იყო, ან ასე ფიქრობდა. ეს 4 კაცი Paddle Outdoor Adventures-ის წევრები იყვნენ, ლაშქრობისა და ცოცვის შეხვედრების ჯგუფი. ქაღალდზე მათ თითქმის არაფერი ჰქონდათ საერთო. სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა ქვეყანა, სხვადასხვა კარიერა. მაგრამ ხო იცით, როგორ ხდება ზოგიერთ მეგობართა ჯგუფში? ხვდებით ერთმანეთს და რაღაც მომენტში წლები და წარსული უბრალოდ ქრება. ეს სწორედ ასეთი იყო. ისინი შაბათ-კვირას ხვდებოდნენ, რომ დაევიწყებინათ სამსახური, ცხოვრება, პასუხისმგებლობები და უბრალოდ ერთად გაეტარებინათ დრო. მანამდე ადგილობრივ კლდეზე ასვლები ჰქონდათ გაკეთებული, თანდათან უფრო რთულ ადგილებზე გადადიოდნენ და იმგვარ ნდობას აყალიბებდნენ, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა კედელზე ვინმესთან ერთად ხარ დაბმული. ეს კონკრეტული ასვლა უბრალოდ კიდევ ერთი შაბათ-კვირის მოგზაურობა იყო, შესაძლებლობა გაეთიშათ ყოველდღიურობას, ერთმანეთის ამბები მოეკითხათ და ახალი მარშრუტი დაემორჩილებინათ. შაბათი სპეციალურად აირჩიეს, რომ საღამოსთვის სახლში დაბრუნებულიყვნენ და კვირას დედის და ოჯდედის დღე ოჯახთან ერთად აღენიშნათ. დილით 6:10-ზე ზურგ ჩანთები მოიკიდეს და სიბნელეში ასვლა დაიწყეს. მთა ზღვის დონიდან 7760 ფუტზე მდებარეობს, მაგრამ ისინი მთელ ამ სიმაღლეს ვერტიკალურად არ ადიოდნენ. მარშრუტი სინამდვილეში იწყება სასტიკი ციცაბო აღმართით თოვლით სავსე ხეობაში, მხოლოდ იმისთვის, რომ მთის ძირამდე მიაღწიო. ნამდვილი ცოცვა იწყება ადგილას, რომელსაც ადრეული ზამთრის კულუარი ეწოდება. ეს არის მკვეთრი, ვიწრო ყინულისა და ქვის არხი, რომელიც პირდაპირ ამ უზარმაზარ 1100 ფუტიან ვერტიკალურ კედელზე ადის, პირდაპირ მწვერვალამდე. იმ დღეს გეგმა იყო, რომ ეს კედელი 2 თოკის ჯგუფად გადაგვეჭრა. თითოეული ჯგუფი ერთმანეთზე მიბმული მოძრაობდა, ერთი ადამიანი წინ მიდიოდა, ხოლო მეორე თოქს იჭერდა, რომ თუ ვინმე წამოიშლებოდა, პარტნიორი სწრაფად დაიჭერდა. სანამ ასვლა დაიწყებოდა, ჯგუფს უკვე ჰქონდა გადაუდებელი პრობლემები მოსაგვარებლად. ერთმა მთამსვლელმა ალპური ტურის სათხილამურო ჩექმებით ჩამოვიდა, ნაცვლად სათანადო მთამსვლელობის ჩექმებისა. ეს იგივეა, რაც მარათონის გასაშვებად ჩოგბურთის ფეხსაცმლით გამოცხადდა. სხვა ერთს არ ჰქონდა საკმარისად თბილი ქურთუკი იმ ტემპერატურებისთვის, რომლებიც ზემოთ ელოდებოდა. ეს უმნიშვნელო პრობლემები იყო,
ამიტომ გადაწყვიტეს სწრაფად აძრომა, სანამ ზე ამოვიდოდა და ყინულს გაათბობდა. თუ ისინი საკმარისად სწრაფად ჩამოვიდოდნენ უკან, ეს ყველაფერი მნიშვნელობას დაკარგავდა. მაგრამ იმ დღეს სწრაფი აძრომისთვის თითქმის ყველაზე ცუდი დღე იყო, რაც კი შეიძლებოდა აგერჩია. ხედავთ, ამ მარშრუტის გზამკვლევში კონკრეტული გაფრთხილება ამოცემული. ეს მარშრუტი არასოდეს უნდა სცადოთ თბილ ამინდში. გაკინვის დონე უნდა დარჩეს 5000 ფუტზე ქვემოთ. ამ მთელი მარშრუტი სიცოცხლის უნარიანობა დამოკიდებულია ცივ გაყინულ თოვლზე, რომელიც დაიჭერს თქვენს კრამპონებს და გაყინულ ყინულზე, რომელიც მიიღებს მეტალის ანკერებს, რომლებზეც თოქს ამაგრებთ. როდესაც ტემპერატურა 0-ს გადააჭარბებს, თოვლი რბილი და სველი ხდება. ყინული იშლება და ანკერები, ის მოწყობილობები, რომლებზეც თქვენი სიცოცხლე პირდაპირ არის დამოკიდებული, არასაიმედო ხდება. სამწუხაროდ, 2025 წლის 10 მაისი ცხელი დღე იყო. ბოლო ყინვაგამძლე ტემპერატურა იმ სიმაღლეზე 55 საათით ადრე იყო დაფიქსირებული. წინა დღის შუა დღეს ტემპერატურა 53 გრადუსს მიაღწია, ხოლო თავად ასვლის დროს მთელი დღის განმავლობაში ტემპერატურა 40-დან 45 გრადუსამდე მერყეობდა. ამიტომ მათი ფეხსაცმლის ქვეშ თოვლი რბილი და სველი იყო. კლდეები წყლის წვეთებით იყო სველი, ხოლო ლითონის ყინულის ხრახნები, რომლებიც მყარ გაყინულ ყინულში ჩასახრახნად და სამაგრებად ჰქონდათ მოტანილი, ჯერ კიდევ ასვლის ნახევრამდეც რომ არ იყვნენ მისული, თოვლის ფაფაში ადვილად ამოდიოდა. 10 მაისის შუადღისთვის 4 მამაკაცი იმ ადგილიდან შორს იყო, სადაც ყოფნას გეგმავდნენ. რბილმა თოვლმა და სველმა კლდეებმა ისინი ძალიან შეაფერხა და 6 საათის ცოცვის შემდეგ მწვერვალი ჯერ კიდევ არ ჩანდა. ეს სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ასეთი მარშრუტებისთვის რეკომენდებული დაბრუნების დრის დრო შუადრიდან 1 საათამდეა. რადგან დილის სიცივე თოვლს მთაზე მყარად ამყოფებს და სამაგრებსაც ამაგრებს, ხოლო შუადღის სითბო თოვლს ადნობს, რაც ნიშნავს, რომ ჩამოსვლა გაცილებით უფრო საშიში ხდება. მაგრამ ანტონი და სხვები ასვლას აგრძელებდნენ. მართლა არ ვიცი რატო. შეიძლება იმ მთაზე საათების გატარების შემდეგ, როცა მწვერვალი პირდაპირ ზემოთ იყო, უკან დაბრუნება ყველაფრის ღალატად გეგონათ, რაც უკვე დახარჯეთ. და მართლა, როცა მომენტის ჟინში ხარ, ადვილია რისკის გამართლება. უბრალოდ თავს დახრით და ეუბნებით საკუთარ თავს, რომ ეს შესანიშნავი ამბავი იქნება შვილიშვილებისთვის. საათობით ისინი კულუარში მაღლა მიიწევდნენ. რთულია ახსნა, მაგრამ არის ძალიან განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელსაც იმ დიდებულ მთის სიჩუმეში გრძნობ. მთელი დანარჩენი სამყარო უბრალოდ ქრება. არ ფიქრობ სამსახურზე ან ყოველდღიური ცხოვრების სწრორების სტრესზე. იმ მთაზე ერთადერთი ხმა იყო კრამპონების ჭრაჭუნი ყინულზე და მათი სუნთქვის რიტმი, როცა მაღლა ადიოდნენ. საღამოს 5:30 საათზე, 11 საათიანათიანი ლაშქრობისა და ცოცვის შემდეგ, ისინი საბოლოოდ ავიდნენ დასასვენებელ წერტილამდე, რომელსაც უღელტეხილი ეწოდება, დაახლოებით 7400 ფუტის სიმაღლეზე. მათი მკედლის დაახლოებით 900 ფუტი დაიპყრეს. ნამდვილი მწვერვალი, რომელსაც ისინი მიილტვოდნენ, მათ ზემოთ მხოლოდ 200 ვერტიკალური ფუტით იყო. ეს მანძილი თითქოს არაფერია, არა? ეს ქალაქის კვარტალზე უფრო მოკლეა. მაგრამ ტექნიკურ ალპინიზმში ის ბოლო 200 ფუტი იმ დრის ყველაზე რთული ასასვლელი იქნებოდა. იმიტომ რომ ისინი სრულიად ღია, ვერტიკალურ ფერდობზე იქნებოდნენ. ქვემოთ არაფერი იქნებოდა, გარდა ჰაერისა და კულუარისა, რომელიც ახლახან გადალახეს. თბილ და ნოტიო პირობებში, დაღლილი ხელებივით და რბილი თოვლით, რომელიც კრამპონს კარგად ვერ იჭერს, ის 200 ფუტი თავისუფლად შეიძლება კიდევ 2 ან 3 საათად იქცეს. მაგრამ მათ 2 ან 3 საათი არ ჰქონდათ. სუბუქი თოვა იწყებოდა, დღის სინათლე თითქმის გამქრალი იყო და სახლში დედის დღისთვის მიცემული პირობა ელოდათ. არ გინდა გამოცადო, რას დაგმართებს სერიოზული ალპური მარშრუტიდან ჩამოსვლა ბნელში. ვიშნუ ძალიან გამოცდილი იყო, რომ ასეთი შეცდომა დაეშვა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, იმ ნოჩთან დაბრუნებულიყვნენ მწვერვალამდე მისვლის გარეშე. რადგან დღის ბოლოს მწვერვალზე ასვლას მნიშვნელობა არ აქვს, თუ უკან უსაფრთხოდ ვერ ჩამოხვა. მათ სურდათ, რომ თავად ეცოცხლათ და თავიანთ შვილიშვილებს თავად მოეყოლათ ეს ამბავი. მათ 2 გზა ჰქონდათ ჩამოსასვლელად. მათ შეეძლოთ გადაეკვეთათ მთის დასავლეთ მხარეს, უკანა მხარეს, სადაც წინა ალპინისტებს უკვე ჰქონდათ დამაგრებული ფიქსირებული სამაგრები კლდეზე. ეს გავს წინასწარ გამზადებულ კიბეს. ჩაკიდებ, ჩამოეშვები, მოძებნის შემდეგ სამაგრს, ისევ ჩაკიდებ და ასე ბოლომდე ჩახვალ. ან მათ შეეძლოთ პირდაპირ დაბრუნებულიყვნენ ზამთრის დასაწყისის კულუარში, იმავე ციცაბო და სველ ხევში, რომელშიც 11 საათი გაატარეს ასვლაში. ეს სწრაფი გადაწყვეტილება იყო. ამ ასვლამდე 2 დღით ადრე მატერიალურად განიხილეს დაშვების მარშრუტი და გადაწყვიტეს ზამთრის დასაწყისის კულუარს გაჰყოლოდნენ. ადვილად გასაგებია, რატომაც.
მათ იცოდნენ რელიეფი და უკვე ნანახი ჰქონდათ, ასე რომ სიურპრიზები არ იქნებოდა. თუმცა, ჩამოსვლის დაწყებამდე მათ ერთი ჭკვიანური რამ გააკეთეს. მათ თავიანთი InReach სატელიტური კომუნიკატორით მეგობარს სახლში შეტყობინება გაუგზავნეს, სადაც ძირითადად ეწერა: "აი ჩვენი GPS პოზიცია, ჩავდივართ." ციფრთხილისთვის. და სწორედ აქ იწყება ნამდვილი ისტორია. სერიოზული ალპური მარშრუტიდან ჩამოსვლა იგივე არ არის, რაც უკან დაბრუნება. მთამსვლელები უბრალოდ არ ჩადიან ქვემოთ, ისინი რეპელით ჩადიან და ეს ასე ხდება. მთამსვლელმა ჯერ უნდა გაატაროს თოკი ზემოთ კედელზე დამაგრებულ ანკერში, შემდეგ კი გადახრილი უნდა ჩამოეშვას ჰაერში და ნელ-ნელა ჩამოეშვას კედლის გასწვრივ, სიჩქარეს აკონტროლებს სპეციალური ხახუნის მოწყობილობობით, რომელიც მის სადაზღვევო სისტემაზეა მიმაგრებული. როცა თოკის ბოლომდე ჩავლენ, ჩერდებიან, პოულობენ ადგილს კლდეში და ამაგრებენ ახალ ანკერს. შემდეგ ზემოდან თოკს ჩამოიღებენ, ახალ ანკერში გაატარებენ და ისევ აგრძელებენ დაშვებას. დაშვება, დაშვების შემდეგ, ანკერი, ანკერის შემდეგ, ასე მიდიან ბოლომდე. რადგან გვიანი იყო, ანტონი და სხვები 4 კაციან ერთ გუნდად გაერთიანდნენ. დრო იწურებოდა და თუ ორ ცალკე გუნდად დარჩებოდნენ, თითოეულ გაჩერებაზე ორ სხვადასხვა ანკერს უნდა გაეკეთებინათ და ორ სხვადასხვა თოკს უნდა მოჰკიდებოდნენ. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. გაერთიანებით, 4-ვე მთამსვლელს შეეძლო ერთი და იგივე თოკით დაშვება, თითოეულ გაჩერებაზე ერთი და იგივე ანკერზე დაყრდნობით. ეს ბევრად უფრო სწრაფია, მაგრამ თან ახლავს საშინელ რისკს. თქვენ 4-ვე ადამიანის სიცოცხლეს ერთ-ერთადერთ საყრდენ წერტილზე დებთ. თუ ის ერთი ანკერი ვერ გაუძლებს, ყველა მასთან ერთად დაეცემა. ისინი დაიწყეს დაშვება იმავე თოკებით, რომლებსაც ადრე ასვისას იყენებდნენ. პირველი 3 დაშვება იმდენად მარტივად წარიმართა, რომ ამ დროს ანტონი ალბათ უკვე სახლში ყოფნაზე ოცნებობდა. მაგრამ მეოთხე დაშვებისას, პირველმა ჩამოსულმა მთამსვლელმა თოკის ბოლო მიაღწია. დაიწყო კლდის კედელზე საყრდენის ძებნა, რათა დაშვება გაეგრძელებინა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ქვა სრულიად გლუვი იყო. ვერ იპოვეს ვერც ერთი უსაფრთხო ადგილი, სადაც აღჭურვილობას დაამაგრებდნენ. არც ერთი ისეთი ადგილი არ იყო, რომ მარკუჟი შემოეხვიათ. 3 კაციდან ერთმა ანტონთან ერთად ჩამოეშვა თოკით, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ანგარიშებში არ იყო მითითებული ვინ იყო ეს, მაგრამ ლოგიკურად ეს ვიშნუ უნდა ყოფილიყო, რადგან ის ყველაზე გამოცდილი იყო. წარმოიდგინე ეს, თუ შეგიძლია. 2 დაღლილი კაცი, თითქმის სიბნელეში, თავზე დამაგრებული ფანრებით, რომლებიც სველ გრანიტზე ვიწრო სხივებს ატარებენ, სასწრაფოდ ეხებიან და ამოწმებენ კლდის ზედაპირს, ეძებენ რამეს, ნებისმიერ რამეს, რაც თოკს დაიჯერდა. რადგან თითოეულ დაშვებას საყრდენი სჭირდება, ხოლო საყრდენის გარეშე ქვემოთ ჩასვლის გზა არ არსებობს. სიცივე მათ კანში აღწევდა. დრო იწურებოდა. მათ ამ მთის მონაკვეთის დატოვების გზა სჭირდებოდათ. თიმი კედლის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რათა ძიებაში მიერთებოდა, როცა მისმა ხელმა თითქმის სიბნელეში რაღაც ნაცნობი შეიგრძნო. ეს იყო პიტონი, მეტალის წვეტი, დაახლოებით დიდი ლურსმის ზომის, რომელსაც მთამსვლელები სამაგრი წერტილის შესაქმნელად იყენებდნენ. ეს კონკრეტული პიტენი უცნობი მთამსვლელების ჯგუფს ჰქონდა დატოვებული და იქვე დარჩენილიყო. ის ძველი იყო, დამჯდარი და ჟანგიანი. არავის იცოდა, როდის იყო ის იქ-იქ დამაგრებული, ან რამდენად ღრმად იყო ჩასმული კლდეში. ყველაფრის შემდეგ, რაც კედელმა მათ არ მისცა, ის ჟანგიანი პიტონი გადარჩენას გავდა. ამიტომ 4-ვე იმ ერთ წერტილში შეიკრიბა, პიტონის რგოლში 2 სლინგი და ჩამკეტი კარაბინი გაატარეს. პირველი მთამსვლელი უსაფრთხოდ ჩამოვიდა. მეორეც უსაფრთხოდ ჩამოვიდა. მესამე კლდის ფერდობზე ჩამოდიოდა, როცა ეს მოხდა. ერთი წამით ის ფრთხილად ეშვებოდა კლდის ფერდობზე. მისი მთელი წონა თოკზე გადავიდა, სადაც პიტონი კლდის ზედაპირიდან ისე მოსკდა, როგორც მოშვებული ლურსმანი, რომელიც სიმაგრე დაკარგული ხვრელიდან ამოსრიალდა. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა და რადგან 4-ვე კაცი ერთსა და იმავე თოქზე, ერთსა და იმავე სამაგრზე იყვნენ მიბმულები, მან დანარჩენებიც თან გაიყოლა. იმ წამიერ მომენტში 4-ვე მთამსვლელი სრიალებდა, გორდებოდა, ხელებს იქნევდა და თოვლსა და კლდეებში ეცემოდა კიდევ 400-დან 500 ფუტამდე მანძილზე. სანამ საბოლოოდ არ შეჩერდნენ სადღაც ხევში, იმ ადგილას, სადაც საათები გაატარეს ფრთხილად ცოცვაში. შემდეგ სიჩუმე. სრულიად შემაძრწუნებელი სიჩუმე. დაახლოებით ღამის 10 საათზე ანტონის თვალები ნელა გაიხსნა და პირველი რაც იგრძნო, ტკივილი არ იყო. ციოდა, თითქმის აუტანლად ციოდა. მისი თავი ისე ტკიოდა, თითქოს მძიმე ურო ურტყამდნენ. მან ხელი სახეზე მიიდო და სველი წებოვანი იგრძნო. მისი ნეკნები მტკივნეულ ტალღებს უშვებდნენ მთელ სხეულში. მისი ფეხები ისევ იმუშავებდა? მას წარმოდგენა არ ჰქონდა.
მან მეგობრებს დაუძახა: ვიშნუ, თიმი, ალექსი, ადეკით. მან შეარხია თოკები, რომლებშიც იყო გახვეული ელოდა ოხრას, სუნთქვას, გინებას, რამეს. არაფერი იყო. ანტონი იყო დაჭრილი კაცი, რომელიც ახლახან 400 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა უკაცრიელ მთაზე და სამივე მეგობარი დაკარგა. არც შუბლის ფანარი ჰქონდა, არც ცოცხალი მეგობარი ახლოს. არანაირი გზა არ ჰქონდა, რომ სოფლიოსთვის ეცნობებინა, დახმარება სჭირდებოდა. ჰაერში არ ეკიდა, მაგრამ არც ფრთხელ, უსაფრთხო ბაქანზე იყო დაშვებული. ის გვერდულად იწვა ღრმა და მძიმე თოვლით დაფარულ ციცაბო, სრიალა ფერდობზე. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც უშლიდა ხელს, რომ მთის ქვემოთ კიდევ უფრო არ დასრიალებულიყო. სრული, შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა. იმიტომ რომ ისინი ამ უზარმაზარ კლდის არხში იყვნენ გამომწყვდეულები, მთას ყველა ხმა უბრალოდ შთანთქავდა. როცა ანტონმა სიბნელეში დაიძახა და პასუხი ვერ მიიღო, მიხვდა რომ რამდენად ძლიერადაც არ უნდა ეყვირა, არავინ გაიგებდა. არ იყვნენ გამლელი მოლაშქრეები, არც ღამის მთამსვლელები და გზატკეცილი ძალიან შორს იყო. თუ იყვირებდა, მთა უბრალოდ შთანთქავდა ხმას. გადარჩენისთვის მას მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდა. უნდა გაეთავისუფლებინა თავი, როგორმეც სამომდგარიყო და მთიდან ჩამოსულიყო. ადამიანების უმეტესობა ასეთ მდგომარეობაში უბრალოდ დაწვებოდა და ჰიპოთერმიას მისცემდა უფლებას, რომ დაემარცხებინა ისინი. რაც ანტონმა გააკეთა ამის ნაცვლად, თითქმის დაუჯერებელია. ის წამოდგა. მას არ იცოდა გაუძლებდნენ თუ არა მისი ფეხები, მაგრამ ძლივს გაუძლეს. მან ბნელში დაიწყო მის გარშემო ნამსხვრევებში ძებნა, სანამ არ იპოვა მეტალის წერაქვი, დაახლოებით პატარა ცულის ზომის, რომელიც გაყინულ მიწაში ჩასასობად იყო განკუთვნილი. ფაქტობრივად, ეს იყო ხელში დასაჭერი ლურსმანი, რომელსაც შეეძლო გაიოთქა მყარყინულში და ფიზიკურად მიეთრია თავი წინ. მან ხელი მოუჭირა მასზე და როცა მას მხოლოდ მიზიდულობა და სხეულში შემორჩენილი ნებისყოფა ამოძრავებდა, ანტონმა მოძრაობა დაიწყო. ის ადგილი, სადაც ის ჩავარდა, მონიშნული ბილიკი არ იყო, ამიტომ არც რაიმე სანიშნე იყო და არც განათება. ეს იყო ველური მთის რელიეფი, სადაც ციცაბო თოვლი იცვლებოდა მოშვებული კლდით, შემდეგ ისევ ციცაბო თოვლით. და გახსოვდეთ, ეს იყო ღამის 10 საათი. ასე რომ, სრულიად ბნელოდა. მას ზუსტად არ ჰქონდა წარმოდგენა სად იყო, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ გზა ქვემოთ იყო. გაგძელე დაღმართზე მოძრაობა და საბოლოოდ მთა ველისკენ გადაიშლებოდა, სადაც ეს საროცი გადის. ის გეზ არ იკლევდა, უბრალოდ იმ სასტიკ ლოგიკას მიხვებოდა. მაგრამ უნდა წარმოიდგინო მისი რეალური მდებარეობა ამ მთაზე. ის ვერ შეძლებდა უბრალოდ წამოდგომას და სიარულს. დაკანება ძალიან ციცაბო იყო და მისი სხეული ძალიან დამტრეული. მას არ ჰქონდა თოკი, რომ ჩამოსულიყო. ამის ნაცვლად მას მთისკენ უნდა მიეხედა. მკერდი გატინულ თოვლზე მიეჭირა, რომ სიმძიმის ცენტრი რაც შეიძლება დაბლა დაეჭირა. ნამსხვრევებში ნაპოვნი ყინულის ხელსაწყოს გამოყენებით, მან ფაქტობრივად უკუღმა ცოცვით ჩამოიარა ღარი. ის მკვეთრ მეტალის წვეთს ყინულში ზემოთ აჭერდა. ფეხსაცმელებს რამდენიმე სანტიმეტრით დაბლა სწევდა. წონას ამოწმებდა და შემდეგ ხელსაწყოს ისევ იღებდა, რომ იგივე გაემეორებინა, ისევ და ისევ, ქვემოთ და ქვემოთ. როცა ციცაბო თოვლი საბოლოოდ დასრულდა და მთა-თხის ზოლში გასწორდა, საქმე მაინც არ გამარტივდა. სავალი ბილიკი არ არსებობდა. მას უწევდა თავი გადაეტანა ცვეტიან მოშებულ ლოდებზე და ბრმად ეხეტებინა გზა სქელ, მძიმე ბუჩქებსა და დაცემულ ხეებს შორის. მან მთელი ღამე იმ რელიეფს ებრძოდა. დაახლოებით კვირა დილის 7 საათზე, მან ბოლოს და ბოლოს დაინახა 20 შტატური გზის ფრთხელი, ნაცრისფერი ზოლი, რომელიც ხეებს შორის გადიოდა. მას ჯერ არ იცოდა, მაგრამ იმ 8 საათის განმავლობაში მან ჩამოიარა და გაათრია თავისი დამტრეული სხეული თითქმის 3/4 მილის მანძილზე სასტიკ ალპურ ველურ ბუნებაში. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იყო, ეს ნამდვილად ზეადამიანურია. როცა ანტონი საბოლოოდ მიაღწია თავის მანქანას, მას არაფერი ჰქონდა თან, გარდა დამტრეული სხეულისა და დამძიმებული გონების. მან ამოიღო მანქანის გასაღები ტანზე მქონე ელვიანი ჯიბიდან, რადგან მისთვის ავტომატური ჩვევა იყო, რომ გასაღები სხეულზე ჰქონოდა. ის უკვე აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას, როცა რაღაც შენიშნა, რამაც გულწრფელად რომ თქვათ, ალბათ კი ნაღამი მეტგაცხოვებისგან ააყვირა. მისი საბურავი რაღაცნაირად დაშვებული იყო. თითქმის ნებისმიერ სხვა ისტორიაში სწორედ აქ ხდება გადარჩენილი. ისინი ძდებიან ბამპერზე, ხუჭავენ თვალებს და ჰიპოთერმიას აძლევენ საშუალებას საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მაგრამ ანტონმა მოახერხა მანქანის საბარგულის გახსნა, იპოვა დომკრატი და სათადარიგო საბურავი და ალბათ კლანჭებად ქცეული გატინული ხელებით შეცვალა ის საბურავი. ის დაჯდა საჭესთან, გადაატრიალა გასაღები და წავიდა დახმარების მოსაძებნად.
ტრაუმულმა თავის ტვინის დაზიანებამ მთლიანად აურია მისი სივრცული აღქმა. მისმა დაბნეულმა გონებამ ავტომატურად აირჩია სახლი სიეტლში, დასავლეთისკენ. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ 15 მილი აღმოსავლეთით მაზამას ქალაქისკენ წასულიყო, სადაც დაუკოვნებლივ დახმარებას მიიღებდა, სინამდვილეში 40 მილი დასავლეთით წავიდა. მას არ იცოდა, რომ არასწორ გზაზე მიდიოდა და არავინ იყო, ვინც გამოასწორებდა. ერთ მომენტში მისი ყურადღება მოეშვა და მანქანა თითქმის ბეტონის ხიდს შეეჯახა. ანტონი არც კი შეგრთა. ის საკუთარ სხეულში უბრალოდ მგზავრივით იყო, სხეული ფაქტობრივად ითიშებოდა. მან უბრალოდ გამოასწორა საჭე და გააგრძელა მართვა. ის უბრალოდ ავტომატურად მოქმედებდა. დილით 7:30 საათზე მან საბოლოოდ დაინახა Seattle City Light-ის ობიექტის განათებები პატარა ქალაქ ნიუ-ჰეილმში. ეს ვაშინგტონის ერთ-ერთი ბოლო ადგილია, სადაც ჯერ კიდევ მუშაობს სატელეფონო ჯიხური. მან გააჩერა მანქანა, იპოვა ტელეფონი და დარეკა 911-ზე. როცა კავშირი დამყარდა, მან ჯერ ბოდიში მოუხადა დისპეტჩერს თავისი ხმის გამო. შემდეგ თქვა: ჩემი მთელი გუნდი დაეცა. ჩემი სახე ძალიან ნაცემია. ჩემი ხელები და ნეკნები. სუნთქვა ძლივს შემიძლია. მაგრამ თავს ნორმალურად გზნობ, ანუ სასწრაფო დახმარება არ მჭირდება. მამაკაცს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი, ნეკნები მოტეხილი და შესაძლოა შიდა სისხლდენაც ჰქონდა, მაგრამ მისი გულწრფელი შეფასება იყო, რომ არ ფიქრობდა დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. ეს შეიძლება დაუჯერებლად ან თუნდაც გმირულად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ეს იყო ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად ახლოს იყო ანტონი ამ სამყაროს საბოლოოდ დატოვებასთან. ხედავთ, სერიოზული თავის ტრაუმის შემდეგ არსებობს ფენომენი, რომელსაც ლუციდური ინტერვალი ეწოდება. ეს არის საშიში დროის მონაკვეთი, როდესაც პაციენტი სრულიად ნორმალურად გამოიყურება, მაშინაც კი როცა შიდა სისხლდენა ცნევას ზრდის და საბოლოოდ მისი ორგანიზმის ფუნქციონირებას შეაჩერებს. ანტონი არც თავს იმაგრებდა და არც გმირობას ცდილობდა. მისი ტვინი უბრალოდ ჰიპერკონცენტრირებული შოკის მდგომარეობაში იყო, რაც იცავდა მას იმ რეალობისგან, რომ ის კვდებოდა. როცა დახმარება Seattle City Light-ის ობიექტში მივიდა, მათ არ დახვდათ ტელეფონზე ნორმალურად მოლაპარაკე კაცი. მათ იპოვეს კაცი, რომლის სახე სისხლითა და სილუჯეებით იყო დაფარული, ხურებიდან კი ჯერ კიდევ სუფთა სითხე ჟონავდა, აშკარა ნიშანი ბაზილარული თავის ქალის მოტეხილობისა. ის დაუყოვნებლივ ვერთმფრენით გადაიყვანეს Harborview სამედიცინო ცენტრში, სადაც მისი დაზიანებების სრული მასშტაბი გამოავლინეს. ანტონმა განუვითარდა მასიური ეპიდურული ჰემატომა. გახეთქილი არტერია სისხლს ასხამდა ვიწრო სივრცეში მის ტვინსა და თავის ქალას შორის და თავის შიგნით ცნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიზიკურად გრძნობოდა. ფიზიკურად აჩოჩებდა მის ტვინს ცენტრიდან. ის რამდენიმე წუთის დაშორებით იყო გარდაუვალი სიკვდილისგან. ექიმებს პირდაპირ მოუწიათ მისი მედიკამენტოზურ კომაში შეყვანა, რომ სისხლდენა შეეჩერებინათ, სანამ გადაუდებელ ოპერაციებს ჩაატარებდნენ. ანტონი დღეების განმავლობაში სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე იყო, მაგრამ გადარჩა. მან 6 დღე გაატარა Harborview-ში, სანამ შემდგომი მკურნალობისთვის გაწერდნენ. ის ერთადერთი გადარჩენილი იყო. როცა საუბრის ძალა დაუბრუნდა, ანტონი შეხვდა სათხეო სამსახურის გამომძიებლებს, რათა განეხილა რა მოხდა სინამდვილეში. და მალევე აშკარა გახდა, რომ იქ მომხდარი ამბავი იყო იმის შესახებ, თუ რა ხდება ადამიანის გონებაში, როცა გადაღლილობა, ნდობა და დროის წნეხი ერთდროულად, ყველაზე ცუდ დროს ემთხვევა ერთმანეთს. პირველ რიგში 4 მთამსლელი მეგობრები იყვნენ. როცა სახიფათო მთაზე ვინმესთან ერთად ხარ, თოკით შეკრული, ეს თოკი ნიშნავს, რომ შენ მას შენ სიცოცხლეს ანდობ. მრავალი წლის მეგობრობისა და 11 საათიანი რთული ცოცვის შემდეგ, ეს ნდობა კვლავ და კვლავ დაიმსახურეს. ასე რომ როცა მათ ჟანგიანი პიტონი იპოვეს, არავინ არაფერი თქვა, არა დაუდევრობის გამო, არამედ ნდობის გამო. მათ უბრალოდ იფიქრეს, მან შეხედა, მან იცის როგორი უნდა იყოს კარგი სამაგრი, რომ არ ყოფილიყო კარგი, აუცილებლად ითხოვდა რამეს. ანტონმა განსაკუთრებით უთხრა გამომძიებლებს, რომ ეგონა, რომ ეს ტიმს ან ვიშნუს, უფრო გამოცდილებს უკვე შეფასებული ჰქონდათ. ძალიან ადვილია თბილ, უსაფრთხო ოთახში ჯდომა და იმის თქმა, რომ იმ სამაგრის ერთხელ სწრაფად გადამოწმება მათ გადაარჩენდა. მაგრამ ეს სრულიად უგულებელყოფს ინკედლის რეალობას. მათ 11 დამბლელი საათის განმავლობაში გრავიტაციასთან ბრძოლა უწევდათ. მათი სხეულები დალეცილი იყო, თოვლი მოდიოდა და სიბნელე ახლოვდებოდა. იმ მომენტში ის ერთი დაჟანგებული პიტონი უბრალოდ მათი უკანასკნელი იმედი იყო სახლში დაბრუნებისთვის. და როცა ის მოეშვა, სამმა კაცმა სიცოცხლე დაკარგა. ეხლა ასეა საქმე. ყოველ თვეში მე ერთ ვიდეოს ვაკეთებ მხოლოდ Patreon-ისთვის. გაფრთხილებები არსებობდა. სხვა ადგილას ამას ვერ ნახავთ. თუ ეს გაინტერესებთ, ბმულები აღწერაშია. კიდევ ერთი რამ არის, რასაც ხელისუფლება ამ ავარიის შესახებ ვერ ხსნის. როგორ გადარჩა ანტონი?
როგორ შეიძლება ადამიანმა 40 სართულიანი ცათამჯენი სიმაღლიდან გადმოვარდეს, გრანიტისა და ყინულის სახეხში გაიაროს, თავის ქალაში ნახრეთით გაიღვიძოს და შემდეგ ისეთი გამძლეობა გამოავლინოს, რაც პროფესიონალ სპორტსმენსაც კი გატეხავდა. სატყეო სამსახურის ანგარიში ამაზე პირდაპირ პასუხი არ არის. ანგარიში წერია, არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, თუ როგორ გადაურჩა კლაიმერი 4 დაცემას, რადგან კლაიმერები 1, 2 და 4 ყველა ერთნაირი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ და ერთნაირად იყვნენ მიბმულები პიტონზე. ტყის სამსახურისთვის ისინი უბრალოდ ნომრები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ცოლები და დედები ელოდნენ, რომ მათი ქმრები და შვილები კარს გაიღებდნენ და მათთან ერთად დედის დღეს იზეიმებდნენ. ანგარიში ძირითადად ეწერა, რომ ყველა მონაცემით ანტონი არ უნდა გადარჩენილიყო. მაგრამ, როცა იმ დაცემის მთელი სისასტიკით გადახედავ ყველაფერს, ერთადერთი ახსნა ის არის, რომ წარმოუდგენლად იღბლიანი გარემოებები ერთმანეთს დაემთხვა და ანტონი ცოცხალი დარჩა. პირველი არის იმ ხევი ფორმა, რომელშიც ის ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო 400 ფუტიანი დაცემა, ანტონიმ თას ისე არ დაეცა, როგორც მინის ბოთლი ტროტუარზე. ადრეული ზამთრის კულუარი დაახლოებით 45 გრადუსითაა დახრილი. იმ ფერდობის გამო ის სრიალებდა და ბრუნავდა, როცა ვარდებოდა. ოვალ ჯერზე, როცა მისი სხეული თოვლის გორაზე ეჯახებოდა ან ყინულის ნაჭერზე სრიალებდა, თამას ანელებდა და იმპულსს ათასობით პატარა გზით აკლებდა, ერთ საბოლოოდ ძალადობრივ შეჩერებას კი არ აძლევდა. და კიდევ იყო რბილი საფარი. გახსოვდეთ, ეს მაისში იყო. მთახრმა, სველდნობაში იყო, ასე რომ ეს არ იყო იანვის ქვასავით მყარი ყინული, რომელიც შეხებისას ძვლებს ამტრევს. მთის ფერდობზე თოვლი მძიმე და რბილი იყო. ასე რომ, როცა ანტონი საბოლოოდ ჩავიდა, იმ 400 ფუტიანი დაგორების ბოლოს, ის აგურის კედელს არ შეეჯახა. ის შეასკდა გაზაფხულის თოვლის უზარმაზარ, სველ საფარს. თოვლი მისი წონის ქვეშ დაიკუმშა და შთანთქა ის კინეტიკური ენერგია, რომელიც მის შინაგან ორგანოებს გაანადგურებდა, მშრალ კლდესა ან გაყინულ ყინულზე რომ დაცემულიყო. შემდეგ არის თავად ეს არეულობა. ანტონი გამოიღვიძა თოკებისა და აღჭურვილობის ბადეში გადაბმული. მიუხედავად იმისა, რომ თოკმა ყველა ქვემოთ ჩამოიყვანა, შესაძლოა სწორედ ამან გადაარჩინა ანტონი, რადგან მან ქაოსური, მაღალი ხახუნის მქონე პარაშუტივით იმოქმედა. დანარჩენი სამი მთავსველის წონა ანტონისთვის მექანიკური დამუხრუჭებლის როლს ასრულებდა, რაც მას იმდენად ანელებდა, რომ ვარდნის ყველაზე მძიმე დარტყმა შეემსუბუქებინა. მაგრამ ყველაზე დაუჯერებელი ფაქტორი, რომელმაც იმ ღამით ანტონი გადაარჩინა, სიცივე იყო. როცა ანტონი საღამოს 10 საათზე გონს მოვიდა, ის უკვე ჰიპოთერმიაში იყო. ჩვეულებრივ ეს სასიკვდილო განაჩენია, მაგრამ კაცისთვის, რომელსაც თავის ქალა ჰქონდა გატეხილი, იმ გამყინავმა ჰაერმა სხეულის ტემპერატურა დაუწია, რამაც შეანელა მეტაბოლური პროცესები, რომლებიც სწრაფი ტვინის შეშუპებისკენ მიდიოდა. ეს ფაქტობრივად ისე გამოვიდა, თითქოს თავით ყინულის პაკეტში ჩაედო, ზუსტად იმდენ ხანს, რომ ტელეფონი ეპოვა. საოცარია, როცა ამაზე ფიქრობ. თითოეული ამ მდგომარეობიდან ცალ-ცალკე ალბათ სიცოცხლეს დაუჯდებოდა. 2025 წლის 10 მაისს მათ მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. როცა ანტონს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეძლო გადარჩენა, მან უპასუხა: საბედნიეროდ გადარჩი. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია, უბრალოდ გამიმართლა. იღბლიანი. ჰო, ასე შეიძლება ითქვას. ამ მეგობართა ჯგუფს დროის წნეხმა თვალი აუხვია და საბედისწერო შეცდომა ვერ შენიშნეს. მაგრამ შემდეგი მთავსველი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და აკვიატებული ალპინისტია ადამიანის ისტორიაში. მან დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ კლდეზე გადარჩენა შეძლო. მან გადაჩენა შეძლო მაშინაც კი, როცა აგრესიული ბრბო ცდილობდა მის მოკლას ყინულის სულებით, 23,000 ფუტის სიმაღლეზე. ერთ დილით მან თავისი კარვიდან უბრალოდ მსუბუქი გახურებისთვის გამოაბიჯა 9,000 ფუტის სიმაღლეზე. რაც შემდეგ მოხდა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.